დღეს 6 აპრილია 2025 წელი და მოტყუება სულაც არ არის ადვილი. და აი ჩვენ ვართ მცხეთაში თეატრონის მიდამოებში და ვაპირებთ რომ საოცარი მწვადი შევწვათ. ხეზე მწვადები ამოსულიყო და თავს უხრიდა ნიავსა. და ეს მწვადების დუმან მათ უკიდიათ ცეცხლი უებრო. ჩადექი ნორმალურად. ცოტა ხანი დამოისუნთქე. მიდი უტაკე, მიდი ნუ გეშინია, ცოტა. ელისე რა მაგრა აკეთებს მამა? სოსო როგორ წამოაცვი შამფურსა მასსა ზედა. ხოჩა შვილო, მიდი მააწე გია, მააწე. ხოჩა. აჰა, ხოჩა მამა. თხეცი მწვადი. აი ჩვენი ტურისტი მეგობრებიც მიდიან. მეყვარს მელუდი, კრაფტი ტატი. ენი მწვადებს აყრი? ისე იწვება, როგორც არასდროს მწვადი პიცკინა დედას სხეულის. ვინ ხართ თქვენ ბავშვებო? თქვენი მანქანაა? სპორტულია? კიდე რას მეტყვით ამ მანქანაზე? რა არის? ახურებ? მიაქროლებ ხოლმე ამ მანქანას? რა მაგარი მანქანა ყავს მამ? ძალიან მაგრები ხართ. ელისე რას აკეთებ? წვადის ცეცხლს აკრობ? კაი ბიჭი ხარ, ყოჩახ მამა. ძალიან მაგარი ხარ. შენ მოიფიქრე მამა ეს რო ჩაგეკრო. ჰა ელისე. რომ მაინც გავაკეთებინო მეთქი რა. შია? აი ეს რა არის? შენს გინდა ენი? ჩაჭაბედა. გავჭრი ამას ისინი წაკიანებია. ძაღს უკვე საკმარისი ნარჩენი დაუგდეთ და თუ გინდა შეჭავე. არა, ეგ წიწაკიანია, მაგებს შენ ვერ შეჭავ. ძაღს არ გადაუგდო, ჭამა თუ გინდა ჭავე. მას მინდა. ჩაძალი სავალი. რა არის? რა მოიღე? კბილი? მიყვარ ხარ და ლამაზი ხარ. არიტირე? ყოჩახ მამა. ასე საოცრად ჩაიარა ჩვენმა მისტიურმა მოგზაურობამ და დღის ვლოგმა. ძალიან ვისიამოვნეთ, მწვადები შევწვით, თეძოები ვათამაშეთ, მუსიკას მოусმინეთ, chill around the world და რა ვიცი, 1000 მაიმუნობა. ბავშვებიც მაგრად გერთნენ. აი, ნახეთ, ესე გაცუნცულდნენ და რა ვიცი, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. გისურვებთ სასიამოვნო დღეს და მეტაფიზიკურ გასეირნებას სულის უღრმეს სივრცეებში. აბა, კარგად იყავით ჩემო ლამაზებო და საყვარლებო. ბედნიერად.